ანეკდოტი მეგრელზე, სომეხსა და ქართველზე რა მეთოდით ყოფს ივანიშვილის საქართველოს კუთხეებს მილიარდერის მოგზაურობა, რა ჭალეჩხომში ტრადიციულად რეგიონებიდან საამარშეტო ტაქსებით შეკრებილი მხარდამჭერები. ვინ ვისი მისამართით იწყებლებოდა და ვინ უნდა დააბრუნოს ბიძინამ ესპანეთიდან რუსუდან ჯიქია არბევდა. წესით უწყინარი ანეკდოტი პოლიტიკოსმა ივანიშვილმა ნებსით თუ უნებლიეთ აქცია სეპარატიზმად და ქსენოფობიად. ამის მაგალითი კი მის მიერ ნათქვამი ანეკდოტი იყო, სადაც მან მეგრელი, სომეხი და ქართველი როგორც სხვადასხვა ერის წარმომადგენლები ისე მოიხსენია. საუბარი იყო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პროგრამაზე, რომლის ახსნაც ივანიშვილმა ასე ანეკდოტის გზით სცადა. რაჭალეჩხუმში ივანიშვილის ორდღიანი მოგზაურობა დღეს დასრულდა, უკვე ტრადიციად იქცა და ახალი ამბავი არ არის ის, რომ საგანგებოდ ჩაყავთ კონკრეტულ რეგიონში ივანიშვილისთვის მხარდამჭერები, რათა მას ომახიანად ტაში დაუკრან და საგანგებოდ დგანან ივანიშვილის გვერდით სცენაზე ის ადამიანები, რომელიც მილიარდერს მოიხსენიებენ როგორც მხსნელსა და მესიას. ასევე ჩნდებიან ის ადამიანები, ასევე მილიარდერის გვერდით, რომელსაც მილიარდერი ტაშს უკრავს, რომლებიც წყევლიან მედიასა და ხელისუფლებას ერთდროულად. თუ გახსოვთ ანეკდოტი, რომ მეგრელი ერთი თვით ადრე მიდის, კიდევ ვიღაცაზე ამბობენ, სანამ ავად გახდება, მანამ მიდის ექიმთან, კიდევ არ ვიცი ვინ მოუყანოთ, თუ გნებავთ, სომეხიც კი რამდენიმე დღით ადრე მივა, ქართველი სანამ არ წაიქცევა, ექიმთან მისვლელი არაა და მეგრელი თურმე ბიძინასთვის სომეხივით სხვა ერია. საწყლები არიან გურულები. საწყალი გურულები და ღირსება დაკარგული სვანები. სვანება უნდა დაებებოთ თქვენი ღირსება. ასე დაიყო საქართველოს ნაწილებად, თუმცა მაინც გამოიძებნენ ბიძინასთვის ტაშის დამკვრელები. 5-10 ადამიანი ჩამოსული. ჩვენგანაც ჩამოვედი. აქ ცაგერის მოსახლეობის 5% არ არის. ეს ყველა რაიონებიდან ჩამოსული ხალხი. საგანგებოდ თავმოყრილებმა საგანგებოდ აქეს. ჩვენ სწორედ ასეთი ადამიანი ღმერთმა გამოგვიგზავნა, ჩვენს მესიად, ხსნელად ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდ ჭკვიანს, დიდ გონიერს, დიდ მოწმეს, დიდ ქველმოქმედს, ყოვლა შელებსა და ყოვლა დიდებულ კეთილშობილს ადამიანს ბატონო ბიძინა ივანიშვილი. და საგანგებოდ წყევლეს ჩვენი ერის მოღალატეს დამარხველი არ აყავდეს. ვის კერიას დაგვერცხარი არ იყოს და არ აყავდეს. მიაწყევლეს მედიაც. ერთი რეპორტაჟი მანახეთ ლენტეხის რაიონზე და ქვემოსვანეთზე, თქვენი მომზადებული. გცხვენოდეთ ხალხო. არაა ეს ქართველობა, არაა ეს კაცობა, არაა ეს ადამიანობა. მედიას უკმაყოფილება ალბათ მწვავე შეკითხვებისთვის ერგო. გაზდელიანს, რომლის ძმაც შეიძლება მრუდეგზით წავიდა და მას თავისი ბედი აქვს და თავისებურად მოეთხოვება. მათყო არა გამოდგა ბიძინა, თუ ჟურნალისტთან მაჟორიტარის ძმის გზა დაგმო, სცენიდან მის ოჯახს აქო. თქვენ ხალხს გენიალური პიროვნება, გია გაზდელიანი მას აქვს კარგი ოჯახი და აქედან გაყევით. იქვე შეიპირეს ბიძინა, რომ რუსეთსა და ესპანეთში გადახვეწილ ქართველებს მალე დააბრუნებენ. გაქცეულია სვანეთიდან ათასობით ადამიანის საშუალებაზე, ზოგი რუსეთში, ზოგი ესპანეთში. ისინი უნდა დააბრუნოთ. სანამ კანონიერ ქურდებს დააბრუნებენ, სჩივიან მთავრობაზე. მე კიდევ ვარ ბატონო ბიძინა რეკორდსმენი სახალხზე ეწევი 75-ჯერ და იმის უფლებას არ მოძებს გამეკეთებია და მე ქართული ოსტობის სახელზე ჩემზე რეკორდი დავაყარო რომ სოფლიოში არ აწევოს ამის კეთებელი. მალე გაირკვა რომ დაფინანსება წუთში 70 აზიდვის გასაკეთებლად სჭირდება. 100 კილოგრამიან კაცი დგები აჟიმანიას რომელსაც ვეუბნებით და ერთხელ წუთში შემიძლია 75-ჯერ აწევ. დაფინანსება არის საჭირო და მე პირადად ჩემი ფულს ვერ ჩავდებდი, არ მაქვს იმის საშუალება რომ ჩამედო. სხვასაც სჭირდება დაფინანსება. ტყუილად ხომ არ იტყვის რომ ომი საქართველოს დაიწყო. Войну начала грузинская сторона. მოკლედ, რას არ გაიგებ ბიძინას რომ დაყვები, ან ვერ გაიგებ. მუშევრები ვართ. ვინც საერთოდ ვერ გაიგო, მიწა მიაყარა ქართულ ოცნებას. ივანიშვილის გვერდით ონში აღმოჩნდა ასევე ქალბატონი, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა და ამის შემდეგ ივანიშვილისთვის ერთადერთი თხოვნა გააჟღერა, თხოვნა კი შემდეგში მდგომარეობდა, მან მოითხოვა გორში სტალინის ძეგლის რეაბილიტაცია და ის ითხოვს, რომ გორში დიდი ბელადის ძეგლი დაბრუნდეს, სულ რამდენიმე თვის წინ კი, როდესაც რეალ ტივის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა გორში, გორელები ამბობდნენ, რომ ივანიშვილი ჰგავს სტალინს, ალბათ სწორედ ამ მსგავსების გამო დღეს რატომღაც ივანიშვილს არ გაუპროტესტებია ამ ქალბატონის მოთხოვნა გორში აღდგეს სტალინის ძეგლი და ამ მოთხოვნას ის ტაშით შეეგება. მე არ ვიცი თქვენი, მაგრამ ჩემი საფიცარი ერთი წამი სიცოცხლეს რომ არ დავიშურებ და დავთმობ,
დიდი სტალინი იყო. თქვენ რაც გინდათ იფიქრეთ, მაგრამ ის ჩემთვის მაინც დარჩება შრომელი, პატიოსანი, ერთგული ადამიანის ხომაგად. ჩემი თხოვნა არის ბატონო ბიძინა, ჩვენი სამაყო ეროვნული შვილის ძეგლი დაბრუნდეს გორში თავის ადგილზე. ივანიშვილის გვერდით დღეს იდგა მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ონში გია ჯაფარიძე, რომელიც თავის დროზე მან ცენტრალურ ოფისში წარდგენისას წარადგინა როგორც თოვლის ბაბუა და თქვა, რომ ქართული ოცნება და თოვლის ბაბუე იდენტური ცნებები უნდა იყოს და სწორედ ასეთი მოლოდინი აქვს ამომრჩეველს ქართული ოცნების მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ თოვლის ბაბუა არის მითიური პერსონაჟი, რომელიც საჩუქრებს არიგებს, თუმცა ყველა მიცის, რომ სინამდვილეში თოვლის ბაბუა საჩუქრებს არ არიგებს და ალბათ შეცდა ივანიშვილი, როდესაც ქართული ოცნება თოვლის ბაბუას შეადარა, თუმცა ირკვევა, რომ გია ჯაფარიძე მხოლოდ თოვლის პაპის როლის თამაშით არირჩენდა საკუთარ თავს, მისი ბიძაშვილი კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტული წარმომადგენელი აღმოჩნდა. თქვენ ხავს გენიალური პიროვნება, თქვენ ხავს საუკეთესო და საყვარელი თქვენი მსახიობი. თქვენ უნდა მხოლოდ მას მისცეთ ხმა და დაუჭიროთ მხარი. თქვენ იცით, რომ ეს იყო ჩვენი თოვლის ბაბუაც გია ჯაფარიძე. თქვენ იცით მისი ბიძების და გენიალური რეჟისორების შესახებ, თვითონ ეს გახლავთ ძალიან საყვარელი მსახიობი მთელი საქართველოს, ჩვენი თოვლის ბაბუა. ეს დაიწყებს ქართული ოცნებების ბარათების მოტანას და აგიხსნეს ჭეშმარიტად ქართული ოცნებების ძალიან დიდ ნაწილს. ესეთი საყვარელი კაცი ხავს თქვენ და არაფერი არ შეგეშალოს. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა სცადა გორში, გამოესწორებინა მისი ნათქვამი, რომ საომარი მოქმედებები ქართულ მხარეს არ დაუწყია, რადგან ქართული მხარე არ შეჭრილა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ის უბრუნდება თავის ძველ რიტორიკას და აგრძელებს საუბარს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ომი და საქართველოს მთავრობის პროპაგანდა ის, რომ ივანიშვილი რუსეთის აგენტია, ხოლო თუ ის ნამდვილად რუსეთის აგენტია, მაშინ რუსეთი ძალიან საყვარელი ქვეყანა ყოფილა, ასე თქვა, დღეს თავად ივანიშვილმა. საუკუნეები ფიქრობენ, რომ გადმოელახათ კავკასიონი და საუკუნეები ოცნებობენ, რომ შემოსულიყვნენ აქ, მაგრამ ეძებდნენ საბაბს და ეძებდნენ მიზეზს. ეს საბაბის და ეს მიზეზის ამ კაცმა გაუძღვა და შემოიყვანა. ამისთვის საჭირო იყო ის სისულელები, რაც მან გააკეთა. ამისთვის იყო საჭირო იმ ტანკების და ქოქოა, იმ თვითმფრინავის საწევა, იმ სოფლების აღება და ჩასვლა საზღვრამდე, რაც მან გააკეთა და იმის შემდგომ მოხდა ის, რასაც რუსები ნატრობდნენ. რაც მე ფული ვიშოვნე და გამიჩნდა იმ დღიდან მოყოლებული, რაც შემეძლო 99% ჩემი ხარჯებისა ჩემს ქვეყანას ვახმარდი. და ჩამონათვალს ალბათ ახლა აქ დავიწყებ, მაგრამ ძალიან ბევრი გამიკეთებია. თუ ესეთ აგენტებს გვიგზავნიან რუსეთი ყოფილა ყველა საყვარელი სახელმწიფო მაშინ ჩვენთვის. და ბოლოს არაპოლიტიკური თემა, თუმცა რომელიც ივანიშვილის კიდევ ერთ სკანდალს უკავშირდება გავრცელებული ინფორმაციით. ბიძინა ივანიშვილმა ცოლს დაბადების დღეზე 150,000 ამერიკულ დოლარად შეფასებული რელაქსაციური მასაჟი აჩუქა, თუმცა დღეს ეს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილმა არ დაადასტურა, მან თქვა, რომ ძვირად ღირებული საჩუქრები არ უყვარს და ცოლს ტრადიციულად ყვავილებს ჩუქნის ხოლმე დაბადების დღეზე, თუმცა ეს ტრადიცია დღეს მან ვერ შეასრულა, რადგან ეკა ხვედელიძე მასთან ერთად რაჭაში არ იმყოფებოდა და გადაწყვიტა, რომ საჩუქარი ასეთი ყოფილიყო Real TV-ს კამერის მეშვეობით მიელოცა ეკა ხვედელიძისთვის დაბადების დღე. ეს პირველი შემთხვევაა 22 დაბადების დღე, რაც ვიცნობ მე ჩემს მეუღლეს და პირველი შემთხვევაა, რომ ვერ ვახერხებ იყო მასთან. და მიულოცო, სიამოვნებით ვისარგებლებ თქვენი შეკითხვით და მიულოცავ ჩემს საყვარელ მეუღლეს დაბადების დღეს. არაფერი საჩუქარი არ გამიგზავნია, დღეს ვახერხებ, ეს არის საჩუქარი, რომელსაც თქვენის დახმარებით ვახერხებ და ტელევიზიის საშუალებით ულოცავ დაბადების დღეს ჩემს საყვარელ მეუღლეს. შავისა და სვანეთის მსგავსად ბიძინა ივანიშვილმა მისი კიდევ ერთი პოლიტიკური შეხვედრებისთვის დრო და ადგილი სწორედ იქ შეარჩია, სადაც დღესასწაულებს აღნიშნავენ. ამჯერად ეს იყო მაქსიმე აღსარებლის ხსენებით დღე და ასევე მარიამობა, რომელსაც რაჭა ლეჩხუმში განსაკუთრებით აღნიშნავენ და თავისთავად ცხადია, ბიძინა ივანიშვილი ელოდა იმას, რომ იქ ხალხმრავლობა იქნებოდა და ეს ხალხმრავლობა მან პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენა.